მამუკა ხაზარაძის გზავნილი, რომლის ადრესატი ქართული ჯარია, იურისტების შეფასებით კანონსაწინააღმდეგო ნიშნებს შეიცავს. ლელოს ლიდერს მიაჩნია, რომ სახელმწიფოს მშვიდობის და სტაბილურობის გარანტორი ინსტიტუტი, რომელიც საზოგადოების უდიდესი ნდობით სარგებლობს, ოპოზიციის ინტერესს უნდა მოერგოს. მიუმართავ ქართულ ჯარს. სალომე ზურაბიშვილი არის საქართველოს და ქართული ჯარის ერთადერთი ლეგიტიმური მთავარსარდალი. ინაუგურაცია, რომლის ჩატარებასაც გეგმავენ, იქნება არალეგიტიმური და ეგრეთ წოდებულ ახალ პრეზიდენტს არ უნდა დაემორჩილოს ჯარი, მათ უარი უნდა განაცხადონ ინაუგურაციაში მონაწილეობაზე. მაჩნია, რომ ეს გაცდა კიდევაც მოწოდებიც გარკვეულწილად შეიცავს დანაშაულის ელემენტებს, ამისთვის არსებობენ შესაბამისი ორგანოები და ბუნებრივია სახელმწიფო გასცემს პასუხს. ხაზარაძე, რომელიც დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა ჯარს, საერთოდ ვინ არის, რა სტატუსი გააჩნია მას, ძალიან უხერხულია, რომ ეს ადამიანი, რომელიც პრაქტიკულად მეორეჯერ ღებულობს მონაწილეობას სახელმწიფო გადატრიალების მოწოდებაში და უფრო მეტიც საზოგადოებას ალბათ ძალიან კარგად ახსოვს მისი დამოკიდებულება, ჯერ კიდევ მაშინ, როცა კონკავშირის დივანი გახდათ ეგრეთ წოდებული პოლიტექნიკური ინსტიტუტის ადრინდელი გპ-ის, მაშინ რო თავს დაესხა ბატონ კოსტავას, ეს კადრებიც არსებობს. მამუკა ხაზარაძე, რა მორალური უფლება გაქვს შენ მიმართო ქართულ ჯარს და ანწუხედიძე ახსენო. რატომ მაშინ არ გაგახსენდა სამშობლო ქართული ჯარი, ჩვენი დაღუპული ბიჭები და თუნდაც მათი ოჯახები. შენი აუარებელი ქონებიდან და თუნდაც იმ ორი კამაზიდან 1% მაინც რატომ არ მოახმარე მათ და მათ ოჯახებს. ეხლა რომ ევრომაიდანს გვიფინანსებდა გადატრიალების მოწყობას ლამობ ქვეყანაში. სერია მაგას ნიშნავს. ჯარი არ ნიშნავს, რომ ბუნურ მორჩილებაში უნდა იყო ნებისმიერ რეჟიმთან. ჯარი არსებობს იმისთვის, რომ დაიცვა ქვეყნის სუვერენიტეტი და ქვეყნის ეროვნული ინტერესები. იგივე არსება, რაზეც მამუკა მაგ შემთხვევაში. ერთ-ერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი საქართველოში და მთავარსარდალი არის სალომე ზურაბიშვილი, შესაბამისად მის ასე ვთქვათ, გადაწყვეტილებებს უნდა დაემორჩილოს საქართველოს ჯარი. ესაც ისე გინდა შენი ქვეყნის ჩამოქცევა, არევა, ეკონომიკის ჩამოქცევა, მშვიდობის ჩამოქცევა, რომ მოუწოდებ დაუმორჩილებლობისკენ, ესე იგი, ერთი აგონიაში ხარ და მეორე უდიდეს მავნებლობას ცდილობ რომ ჩაიდინო. არ გამოუვათ. საბედნიეროდ ეს ქვეყანა დგას თავის სიმაღლეზე და საბედნიეროდ არ იღებენ ეს ბიჭები ასეთ სულელურ მოწოდებებს, იმიტომ რომ ხედავენ რომ კადრულობენ ყველაფერს, რუსებს ეძახიან იმ ადამიანებს, ვინც 2008 წლის ომში გმირულად იბრძოდა. გმირულად მებრძოლ ადამიანებს, ის ადამიანები, ვინც მათ ომის დანაშაულს აბრალებდა, მოუწოდებენ დაუმორჩილებლებისკენ. ეძახიან რუსებს. წარმოიდგინეთ, ამხელა პარადოქსალურ სიტუაციაში ცდილობენ თავისი მომხრეები აცხოვრონ, თორე სხვა არც ერთ ობიექტურად მოფიქრალ ადამიანს მათი არ ჯერა. მათი რევოლუციური სცენარის ყველაზე დიდი მტერი არის დრონი. რევოლუციური სცენარის უფრო დიდი მტერი, მე მგონი ქართული ოცნება არ არის, როგორც არის ერთი უწყინარი მოწყობილობა, რომელსაც ქვია დრონი. განსაკუთრებით ემტერებიან იმედის დრონს. რატომღაც მთელი ცოდვები მათზე გადააქვთ. ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ თურმე ამ ჯარმა არ უნდა შეასრულოს თავისი კანონმდებლობით დათვალისწინებული ვალდებულება და ქვეყნის წინაშე დადებული ფიცი, ამას რომ ადამიანი იკადრებს, ამაზეც ნედაცემული საქციელი უბრალოდ არ არსებობს. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ეს ადამიანები, მათ შორის ბატონი ხაზარაძეს, ერთი კონკრეტული რიგითი ჯაშუშია, რომელიც თავისი პატრონების დავალების შესრულებით არის